სიახლე გვირილაში გაატარე მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი. უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძენზე და 5% მეგობარ ბარათზე. გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა. ემიგრანტი ბრუნდება. ძან. ესე იგი არ მჯერა რომ საქართველოში ვარ, გოგო 10 წლის მერე ისეთი ბედნიერი ვარ, როგორ მომნატრებია ჩემი ქვეყანა არის. შენც მალე გისურვებ დაბრუნებას, ჩემო კარგო. კაი, შევედი ხა ჩემებთან მელოდებიან, ალბათ ერთი სული აქვს, როდის შევალ კარებთან ვდგება. კაი, მიდი, კოცნი. მოვედი! რამდენი ხარ ღმერთმა გამრავლო თქვენ გენაცვალეთ? რამ გაგაშეშათ, ხალხო, რა ხდება? ხო, მშვიდობა გაქვთ. ნუ გზარი, მიდი, ჩანთები შემოიტანე. არ ყოფილა ხელსარიე ჩანთები და რამდენი აი ძალიან როგორ მომენატრეთ, მართლა. დეგა 10 წელი ხალხო, ირაკლი დედიკო. ბაშკაცი და როგორ ახარ, ჩემო საყვარელო. მოდი ჩემთან. ის დიდი ჩანთა სადაა? რომელი დიდი ჩანთა, კაცო? საჩუქრების. ყველა ჩანთა აქ არის და მანდ არის საჩუქრები, ყველა. ყველა საჩუქარი აქ არის? ამაში. ყველა მანდ არის. ამაში ყველა საჩუქარი? რა იყო? ყველა აქ არის. მაგაში ყველა საჩუქარი? კაი ბიჭო, იქნება პირდაპირ $100-იანებს გვირიგებს ყველას, კაცო, რა ახლა რა ის არის? ნუ გაგიჟდები მაგაზე. ან ასებროიანებს ხო, $100-იანებს ახლა. ერთი წუთით ამომასუნთქეთ, ხალხო, რა იყო? $100-იანები და ევროები, არ უნდა მომიკითხოთ როგორ ვარ. არ მოგენატრეთ. ერთი წუთით, ხალხო, ერთი წუთით ჩემ ხარს 2 წამი და ველაპარაკები. მოდი ბიჭო, აქ ერთი წუთით შენ. რა ხდება, მითხარით, უცებ მომიყევი ამდენ ხალხში ხა ველაპარაკები. რა გითხრა, ძველებურად, ნორმალურად. არა, ძველებურად რო ხარ, ხედავთ. ხო და რატო ხართ ძველებურად? რამდენ ფულს გიგზავნით? რატო ხართ ასე მითხარი? რა გინდა? ხო, რაღაცა ფული გამომიგზავნეო, ბიზნეს ვიწყებო, რომ მაგარსოთ და რომ ჩამოხვალო, მოგიყვებიო, რა ბიზნესი დაიწყო მომიყევი. ეხა არ მალაპარაკო მაგაზე დღეს და მე რატო დღეს რატო არა? არ არის ეხა დღეს და მე მოგიყვები ეხა არ არის. როდის მომიყვები? კაი, მომისმინე. რა ის არის და ეხა PSG-რო ინტერს ფინალში რო გააპოსტა კვარა რო ტენის ერთგო პირველ ტაიმში პირველ კუთხურსო. თავი დამანებე ეხლა. თავი დამანებე. მე რეგე. ჰე, მითხარით, აბა რა შევი? მოდი, ნაი. ერთი ბატო, დიახ. კი, გადავიხდი აუცილებლად. კი. ერთ წამი დამე. დაილი. ხო. შენ უკან როდის ბრუნდები? რა ვიცი, 10 დღეში წავალ. 10 დღეში წავალ. კი. ხო, 2 კვირაში გადავიხდი მართლაც. კი ბატონო, კი 2 კვირაში დავხარავ სრულიად, მთლიანად შემოვიტან და თან გადმორიცხვებით, ანუ თქვენთან აისახება. გზავნილები, მიხვდით? კი ბატონო. ნაილიკო, შენით ვართ აღფრთოვანებულები. კაი, ახლა რა ლაპარაკია რა. რა სამბობ, ნაილი. შენ რო იმ დღეს მურთაზის გამოუგზავნი €1000. ხო. სუფრა გაიშალა. კაი რა. სხვარი დაკლეს. 1-5 ჯერ თქვენ შენი სადღე გწელო. რატო იქ? და კაი. მაგრამ ეგ €1000 გოგო. საძინებლისთვის არ გამოგიგზავნეთ? ხო, კი. მერე? კი, ეხლა და ბიჭებიც იყვნენ წასულები, იყვნენ მოიარეს მთელი იორმუღალო. ბერიშოვეს იქ საძინებელი და ბარემ ცხარი გამოაყოლეს ხელს ეხლა და მერე ვიქეიფე ჩემ სახელზე პატარა. კაი, ხო. შენ როგორ ხარ? ერთი უბრალოდ რომ ვკითხო. კი ბატონო. ნაილი შენ ხო არავინ ყავს საზღვარგარეთ გზავნილები რომ გამიკეთოს. ეთიორე გადმომიგზავნოს, ხო არავინ. მაიცა ხო არავინ მყავს რას ნიშნავს? მე თვითონ ვარ საზღვარგარეთ. არა, შენ ვერ შეგაწუხებ. არა, შენ ვერ შეგაწუხებ. რა გინდა მითხარი? არაფერი, არა, კაცო, მე მაგაზე როგორ შეგაწუხებ? კაი, ეხა მითხარი დაწყებული გაქვს, კაცო. არაფერი, სახლის რემონტი მინდა და ეთიო. და მე რა გჭირდება? გზავნილი რო დაგიფიქსირდეს. დავაფიქსიროთ, არ არის პრობლემა. დავაფიქსიროთ და მიფიქსირდება პირველი გზავნილი და შოუ. კაი, შენ რა შვები მომიყევი რა, ჩემო საყვარელო. ვაიმე, მე რა შვები და გავთხოვდი გენაცვალე. კაი, კაცო. მარი მყავს 2 შვილი და ჩემ შვილებს 1 სული ქონდათ.
როდის ჩამოხვიდოდი საჩუქრებს ჩამოგვიტანსო. აი, სულ არ ვიცოდი რო გათხოვდი, გოგო, იმიტომ რომ 10 წელი რაც წასული ვარ, ერთხელ არ დაგირეკია თაკო. ერთხელ არ მოგიკითხება. როგორ არ დამირეკავს, გოგო, გუშინ გირეკავდი და გამორთული გქონდა. ხალო, გუშინ გზაში ვიყავი და მაგიტომ მქონდა გამორთული. მანამდე ერთხელ დაგერეკა, ხო შეიძლებოდა. ეხა გზაში თუ იყავი, მე რა ვიცოდი, მე ჩემი მოვიხადე, ჩემი ვალი და. ხო და რა ვიცი, ეხა საერთოდ არ გამითვალისწინები ხარ შენ საჩუქრებში, მაგრამ რაღაცას მოგიძებნი. რა მოგაწოდო რა? არა, მოიცა. რაღაცას მაინც. აი ეს მაცივარზე მისაკრობი, ნახე ჩემგან, სულ მე გაგახსენდები რო შეხედავ. გოგო, მაცივარზე მისაკრობი 1.50 ცალი მაქვს და მაცივარი მაინც ჩამოგეტანა, რა თმინდოდა ეს? რამე მაისური შარვალი ისეთი არაფერი ჩანთა არ წამოგიღია ჩემთვის? არა, ჩამოვიტანი. ნაილი, შენ 1 წლიანზე გაწყობს თუ 2 წლიანზე? რა, საერთოდ არა, უღურავთ აირჩი 1 წლიან თუ 2 წლიან? ვაი, მე იყოს 2. ხო, 2 წლიანზე შენ კი. გოგო, მართლა არაფერი ჩამოგიტანია? გოგო, არ გამითვალისწინები ხარ, საერთოდ გადამავიწყდა, კაც რაღაცა ხო შეიძლება დაავიწყდეს ადამიანს, დაგერეკა გამახსენდება. კაი, მაშინ წავედი მე, აბა. კარგად, ნაილი, მე მეგონა რამე ჩამომიტანე, მართლა კი არ მომენატრიან, რამე გამატარე. ამას უყურე. ტაქსის ფული დამხარჯე რა. ამას უყურე რა. შენ მომიყევი რა შვები რა. ვაიმე, აი ხო გეგონათ რომ მე ნაილის დავავიწყდებოდი და არაფერს ჩამომიტანდა. ვაიმე, ნაილი არ აი ახლა, აი გაჩერდი. თავისი არ ჩამოდისო, ჩემ შვილს თავის ნაცვლს 500 ევრო არ ჩაახუტოს ბავს. არ მინდა ეხლა, არ მინდა, არც 500 მინდა, არც 1000 და არც მეტი ნაილი. გეხოცები ეხლა, შრომაში ხარ ქალი. აი ეს მაისური, ეს არის ვერსაჩე. ნაღდი, იმაში გიყიდე მაღაზიაში. ჩამოგიტანე შენ დაგაკვდება ტანზე. ნახე რა კაია. აჰა. აი ეს ჩემგან. აი ხარისხია, ნახე რა კაი ხარისხია. რა? მაისური ჩამომიტანე ქალო მარტო. მოიცა, აბა რა უნდა ჩამოგმეთ რა არ მოხდა. მოიცა, მაისური რო არ ჩამოგეტანა ეხლა საზღვარგარეთ და აი ამ სისულელე მაისურს აქ ვერ ვიყიდი რომ ჩამომიტრიე. რა დღეში ხართ, კაცო, თქვენ ვერ გავიგე, მაშინ რა უნდა ჩამომეტრია აქ ისეთი, აქ რო არ არის. ევრო გენაცვალე. რა ევრო? და შენ სადაც ბრძანდები, აცხადია შეკიდა. შენ სადაც ბრძანდები ქალბატონო, მან ხეზე აბია ევროები. ჩამოგეგლიჯა 1-2 და ჩამოგეტანა შენი ნათლულისთვის, მაგრამ არა, შენ შვილს ხო კარგად ჩამოუტანე რაღაცეები. ჩემი შვილი ახლა შეუხედავია, მაგიტო არ ეკუთვნის, დედა მოუკვდა მაგას. გოგო, ეს ჩემი შვილია და ჩამოუტანდი შვილს, აბა რას ვიზამდი, რაღაც აკვირია. შენ შვილს უნდა შეტანო ყველაფერი, ხო რაც კი გაქვს და შენ ნათლულს არაფერი. წამოდი აბრძანდი ფეხზე, არც ისეთი ნათესაობა მინდა და არც არაფერი, ჩამომიტანა მაინც. რა ხდება? აბა რა მომში ხართ? რა ხდება? საერთოდ ეს უმადური ხალხია. ჩემთვისაც იქნება რაღაცა, მოდი გიცოთ. გაჩუმდი, შენ კი შენ იმხელა ხარ სად არის შენი ზომაკაცაცმანი იტალიაში. წავაეთრი ერთი რა. ეს წაიღე, ხალო, გულით გიყიდე. იატაკი საწმელი ტილო. ესენი ვინ არიან? რა ხდება? გოდიში ნაილი, გადახდა თვის ბოლო გაწყობს თუ დასაწყისი შენ. შენ რა შემაწუხე, კაცო? არა, უბრალოდ თვის ბოლო გაწყობს. იყოს თვის ბოლო. თვის ბოლოს იქნება პირველი გადმორიცხვა. დედა. პირველი გადმორიცხვა დაფიქსირდება ხო თვის ბოლოს. აი, ეგ პატარა გექნება, შენ გაუშვი, კაცო. ხო, მოდი აქ დამიჯე. ვერ მოგაქციე ყურადღება, ანა. შენ არ გოდიში, რა ხალხია? ხალხი ხოჭი რა უმადურია. რაც უფრო მეც უკეთებ მეტი. ზუსტად ეგრეა რა. მე ხო ჭკუა ვერ ვისწავლე თან. აბა იმას ეს, იმას ის, არავინ მადლიერი არ არის. ხო, შენი ბიჭისთვის მაგ საჩუქარი მოიცა ერთი წამით. გოდიში რა. არა, ნახე. ნაილი, რო რამე თავდები ყავშე, ხო? არცალია ცოტა ხანი თავი დამანებე ეხლა, კაცო. კი. აი ეს მაისური შენი ბიჭისთვის, ნახე. თან კაი ხარისხია. ხოდის 19-ის გახდა. რას გაიზარდა, ხო? დედა რა მალე გადის. ცხრის იყო შენ რო წახვედი. ხო, სკოლაში დედა. არა, არის ნერვიულო მით დამავიწყდა რომ ხო, ისე თქვენც რომ მოგეკითხედა. ხო, დაგირეკავდი და განახებდი. დაგენახებიათ, ბავშვი და გავიგებდი ზომას, მაგრამ რა ვიცი, აბა რა უხუე ხამას. კაი, ის როგორ ყავს უფროსი? ლაშა, რა შვება კრიმინალია გოგო ისე თუ ესე გამოსწორდა. რა გამოასწორებდა ნაილი მაგას
მაგით ირჩენს ბავშვი თავს და რაკნას ახლა დადვილ ბაიცი და მაიცე და მესმის მაგანაც რაკნას. აი ლაშასთვის მაგ საჩუქარი. რა სამოგზაურობ. ზუსტად ვიცი რომ ძალიან გაუხარდება მიუტანე ჩემგან ნაილი და იდამ გამოგიგზავნა თქო. ნახე. ძალიან კარგი, ძალიან ძვირად ღირებული იარაღია. ალბანელებმა ამარჩევინეს. ეს საზღვარზე კი, ისე გადმოვიტანე, არა, ისე გადმოვიტანე ლამაზად. აი გაწიე იქეთ აი. გადაირება ბავშვი. ხო, მეც მაქვს შენთვის საჩუქარი. თუიმე არ მჯერა საჩუქარი, არ მიმიღია, რა ვიცი, რამდენი წელი. რა საჩუქარი? დედა რანაირი გოგოა? ეზოში. ხო იცი, ალუშის ხეროა, პატარა, მაგრამ მინდა რომ აი ეს ტყემალი გაგატანო. შენგენაც სვალე სუვნატო ტყემალი გაგიკეთე და წაიღე. მეტი არ გამოვიდა, თორე ხო იცი აუცილებლად გაგიკეთე. ძალიან დიდი მადლობა, ეს ყურადღება არის მთავარი რა. ჩანთი გაგატან და მე ჩანთა არ გადააგდო შენ. რაღაცა იქ შოკოლადები, იქაური რაღაც მიხეთ პატარ-პატარები. გაგილაგებ და გამოგიგზა. კაი, მომეცი ეს ჩანთა და არა, ეს ჩანთა არა, იგება. აგი რამ ჩანთა. გაგატან და რამ ხელა ჩანთა არის? ხალო, რა ხდება? ეს უნდა გაგივსო და გამოგიგზავნო მერე იქედან. ერთი ბოთლი ტყემლის? შენ ნუგზარი რამ ხელა ჩანთას მატან და ის არ ვიცი, თორე არ მე. არა, ნუგზარი გამოგატანდა, დარწმუნებული ვარ, კი. ის ანუ ყემალს გატანე ხლა ამ ხელა პატისცემდა, რა გახდა ხა ის პატარა მოცარტის შოკოლადი ცუცენტები ღირს კაცო, განარა არის მაგდე. ანუ ეხლა ტყემალს რომ ატან თან მაყვედრი ერთ ბოთლ ტყემალს? თუ რა გინდა? შემოკარგო ალუჩის ტყემალია თან ისეთი რომ რა ვიცი, უძვირფასი. აი ახლა რა სუარი და ეს შენი ტყემალი და წაიღე აქედან. უგური ამას. საში ჭირდება შენი იაფასიანი შოკოლადი ერთი. ადექი ნუგზარი წავედით. კარგად ბრძანდებოდა. კარგად ბრძანდებოდა. ყემალს გამოგიგზა. აღარაფერს მე სულელები არიან. რასამ? გამოდი. მაგრამ ნაილი გილოცავ. დამიმტკიცდა. მომისმინე. არაფერი კაცო. შენ შეგვიძლია ხო მივიდეთ ორშაბათს და ადგილზე თანხა რო ავიღოთ. კი, აქ ვარ ხო, ჯერ. ორშაბათს მოვალ და გამორჩები იქ და ორი კვირიდან მე დაიწყე. ვაიმე, შოქში ვარ, ხალხო, რა ხდეს, რა ხალხია, ვერ გავიგე. კაი, დაწმადია. არც ერთმა არ მომიკითხა, ალბა ნაილი, როგორ ხარ, რამე ხო არ გიჭირს, ჯანმრთელობით ხო არაფერი გაწოხეთ, მოგვენატრე, ერთი სიტყვა ასეთი არავის არ უთქვამს, გადავირიე, რა ხალხია. კაი, დამშვიდი ნაილი. მოდი ჩემთან, ირაკლი, ვერ მოგეფერე, დედა. ვერ მოგეფერე, ამდენი ხანი. ჩვენ რო რამე ბინას ხო ჩადებ შეხვარი. აი ხა გამოსარი აქედან, ჩქარა. ანუ არ იქნება პრობლემა, კი ბატონო, კი ბატონო. გაშვები, დედიკო. მე რა ჩამომიდა. ვაი, დედა. აი დიდი ჩანთა როა, ნახე. ის ჩანთა არის მთლიანად შენი, ლეპტოპი, ტელეფონი, ტანსაცმელები, ფეხსაცმელები, ბოტასები, კეტებიც რა, კაი რაღაცები ჩამოგიტანე, გახსენი, ნახე დედიკო მერე. და всё. ანუ უკმაყოფილო ხარ დედა? რა ვიცი. ანუ რამე სხვა გინდოდა? რავი, მეგონა მეტ რაღაცას უჩავ. მეტი რა უნდა ჩამომეტანა შვილო? რავი, ეხა ეს ბოტასები და ლეპტოპი და ტელეფონი ვისე ყოფა მარტო. აიმე, ბიჭო, 2 წელია შენ და მამა შენს გეხვეწებით, ტყემალი გამომიგზავნეთ ხო და ეგ მაგას ვერ მოაფით თავი. და კიდე აქეთ ვთხოვთ რაღაცებს, საერთოდ არ უნდა ჩამოსულიყავი. კაი, გოგო. გურამი ბაბუას ნახვა რო არ მინდოდეს. კაი, დამშვიდე. ფეხს არ ჩამოვადგამდი აქ. უი გოგო ნაილი. რა ხდება? გურამი ბაბუა მოკვდა. რას მეუბნებები, ბიჭო? დედა, ჩემი დაიბარა გურამი ნაილი რო ბაბუა. ჩამოვა იტალიიდან ჩამომიტანოს გრანიტი რქვაო. საწყალი. თავი დამანებეთ საერთოდ. რა შვები, სად მიდიხარ? მივდივარ და ფეხი ჩამომდგმელი არ ვარა, გრანიტის ქვა უნდა ჩამოვიტანო. გურამი ბაბუასთვის? არა, თქვენთვის. ჩემი ფეხი და გზავნილები ამ ქვეყანაში აღარ იქნება. კაი, გოგო და კაი, мама, დაჯექი, არ ინერვიული ხარ. ის ერთი კვირა გაბრაზდება, მაქსიმუმ არ გამოგზა, ერთი კვირის მერე ხო იცი დაავიწყდება, ისევ დაიწყებს გამოგზავნას. ყვარა გაიტანდეს პირველ ტაიმში და მე ნახე, შენ სადაა პულტი? აუ, იმენა, ყვარა, აუტი უნდა მოვაწოდოს პირველ პესეჟემ. იმენა, მაგარი კუში ხონდა მაგას. ნაილი. წავიდა გრანიტზე. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.
ჭირს ამ კაცს. მე ქალთან მასწავლებელი ავადგა. რა ხდება გოგოებო, რა ჭირს ამ აღვირახსნილ კაცს ამას? რა ჭირს და დილით დავურეკე და ვუთხარი უბრალოდ რომ გათავისუფლებული ხარ სამსახურიდან აღარ მოხვიდე თქო და დამთავრებული არ მქონდა რომ ვაიმე ცუდად ვარო და გამითიშა. გამოვიქეცი მე რე. გოგო როგორ არის? როგორ არის? იყავი შესული თუ გირეკად? მე მესიჯი გამომიგზავნა ნანა მჭირდებიო და გული. და კარგია. არ არის კარგად. რატო? არ არის კარგად რას ნიშნავს ახლა გული თუ მოგწერა კაცმა? არა გოგო მანამდე მიგზავნიდა ხოლმე რაღაცა ბოსტნეულის ცოტა გრძელი ბოსტნეულის ემოჯებს და ეხა გული რომ გამომიგზავნა თან შავი მივხვდი რომ მართლა არ არის კარგი. კარგი ხა ამ დილაპარაკში მაიმე გენო. არ უნდა ეს ამხელა შეცხადება შენ კიდე. აი მე მოდი რა გოგო როგორ ხარ? გამარჯობა გენო. მაიმე გენო. ჩვენი შვილისთვის რა იგრძნე რა. გამოდი გოგო აქეთ შენ გამოდი. რა გჭირს მართლა შენ გაგოლოს мама. ისან უყურე ხართ. რა ხდება როგორ ხარ? რამე ხო არ გჭირდებათ ეხლა დაგეხმარებით ხო იცი არაფერზე არ ინერვიულოთ რაც თავარია ყველაფერში გვერდში დაგიგდი. ცუდად მთელი პედ კოლექტივი შენს გვერდით ვართ გენო. იცი მთელი ოჯახი. კი. ჩვენ ვართ ერთი ოჯახი. ერთი ოჯახი ვართ, თუ რამე გიჭირთ, გითხარით. სულ მიჭირს მე, სულ მიჭირს. რა გჭირს გენო? დილი ძალიან გამიჭირდა. ანუ ცუდად იყავით? ცუდად ვიყავი. ახლა რო დაგინახეთ, უფრო ცუდად გავხდი. არა ხართ კარგად გავხდი. ახლა კარგად ვარ, მაგრამ რო გიყურებ, ცუდად ვარ. ანუ ჩამოყალიბდით ეხა კაცო, კარგად ხარ თუ ცუდად ხარ? ორივე. რა უშუალო? ვაიმე გენო. ორივე არა, უფრო ხუთივე. ხუთივე, იყოს ხუთივე. აბაჩია თქვენ გენაცვალეთ, წნევა მაქვს. თავი მისკდება, აღარ შემიძლია, რა ვიცი, რა ჯანდაბა მეტაკა, არ ვიცი, რა რითუშველო, ჩემ თავს არ ვიცი, რა ვიცი. აბა. სასწრაფოს გამოვიძახე. დარეკილი გაქვს? დავრეკე ხალბატონო სასწრაფო. სად არის მოდის? მოვალო, ასე ვითხრა. მოვალო, გზაში ვარო და მაინც რა არის, მაინც თავი დავიძღვიე. თავი დაიძღვიეთ ან ცუდად რო არ გახდეთ თუ? არა, თქვენ ვარ მოსულიყავით. მე და ხომ უნდა მოსულიყო მაინც. მე და თეთხალათიანი, კაი თეთხალათიანები. ხო და მაინც თავი დავიძღვიე და მაინც გამოძახებული მყავს, მაგაზე არ მინერვიულობ. კაი, ჩვენ რით დაგეხმაროთ ეხა გითხარით? რა ვიცი, დამეხმარეთ, რა ვიცი. რით დაგეხმაროთ? რა ვიცი, აქ დამეხმარეთ, აქაც დამეხმარეთ. მაგიდაზე დამეხმარეთ თუ ვინათ. სამზარეულოში გამიყვანეთ, იქაც დამეხმარეთ. რა ვიცი, შევიდეთ აბაზანაში. კარგით რა. ყველა დამეხმარეთ, ერთად დამეხმარეთ, ყველა. მეყოფათ ეხლა კაცო. რა ვიცი, ძალიან ცუდად ვარ. აი რა გჭირს რა? სიცხე მაქვს. მე თერმომეტრი არ გააქვს. თერმომეტრი არ მუშაობ, ჩემი თერმომეტრი და იქნება აი თამარი რო შემომიგორო დიღლიაში გამიზომო. ეხლავე მაგაზე თამარი, რა იმედი ხარ გოგო გაჯექი შენ რამდენჯერად შეუგორდი იმდენჯერ ორ სულად არჩი ვერ ხედავ? კარგი რა მოხდა მე? და ისა რა ქვია? კაი, მე გაგიზომავთ სიცხეს. გამიზომე თუ შეიძლება. ეხა თერმომეტრი არ გვაქვს, ძველი მეთოდით რაღაცა. აბა, კარგად გამიზომეთ ცა. ძეძა. რამდენია? არა გაქვს. როგორ არა? რას მელაპარაკებ? სიცხე მაქვს მასწავლი ეხლა. არა, ცხელი არა ხარ, გენო. არა გაქვს სიცხე. როგორ არა ვარ, ცხელი მთელი ორგანიზმი ახურებული მაქვს. აი ეს კაცი ხო აი არ ვიცი რა. სერიოზულად ბატონო გენო, მომისმინეთ ერთი წუთით რა. გახსოვთ დილით რომ დაგირეკეთ გაშვებაზე. როგორ არ მახსოვს? აღარ ინერვიულოთ არაფერზე, არცად არ გაგიშვებთ. არ გამიშვებ? კაი, გადაწყვეტილება ამ ეტაპზე. არც მე არ გაგიშვებ აქედან არც ერთს. არც ერთს არ გაგიშვებ და აი ჩემთვის ჩავილაპარაკე რაღაც. ჩემთვის რაღაც ჩავილაპარაკე და წნელები. კი გენო გაგიკეთებ საჭმელებს. შენ გაჩერდი გოგო. დამეხმარეთ, მან იქნება ის იქნება აქეთ ქვია იმ ოთახში შედით და წნევის წამალი მიდევს იქ. კარადაში, სადმე თუ კარადაშია, ხო, კარადაში იქნება, აბა. მიდი ნახე, აბა. აბა, ბიჭო, აბა. აქ არ არის გენო, წნევის წამალი არ არის, აქ მარტო შამპანიურია და. რა? ეგ არის წნევის წამალი, მაგას დავლებ და ცოტა აგვიწევ წნევა და მერე
მერე? მაინე გენო გაჩერდი გეხვეწებით ეხლა რა პირბადე გაიკეთეთ ძალიან გთხოვთ რამე არ გადაგდოთ რა პირბადე კი არა ალიკაპი გაიკეთოს თორე მე ამის გვერდზე დავждდომი აღარა ვარ მე დავждდები და დაიხო ისა არც ხუმრობის დრო არ არის ეხლა რა და თუ რამეში გინდათ ჩვენი დახმარება გითხარით და დაგეხმარებით მაშინ ერთი თხოვნა მაქვს შენთან იქ შედი ოთახში ჩემთან შედი ოთახში და იქ ლარნაკიდებს და მაგის გვერდზე იქნება კაპტოპრილი წნევის დამწერი და გამომიტანე ეხლავე კაცო გამომიტანე შელის კაპტოპრილი კაპტოპრილი წნევის არის საერთოდ და ხო წნევის არის ხო მაგას მე გენო კაპტოპრილთან ერთად იდო ბიუსჰალტერი და რაო რა ხო და ჩაიცვი და ისე მომიტანე მე ხვენი რა ბატონო გენო რა ასეთი ახსნები კაცის ნახვა მე ჩავიცმევ გენო შენ გაიხმევ გოგო ნომატებით კაც ორსულად სასტრაფო იყო მაშინ ჩაგეცვა შენ რაც ხაჭი სასტრაფო თქვენ გამოიძახეთ დია მე ვარ პაციენტი გამარჯობა ყველა არ დამირეკავს. თქვენ ისა ხართ ხო? ექტანი ხართ ხო? დიახ, ექტანი, უბრალოდ ექტანი. რა კარგი ექტანი მძანდებით, თუ გინდა მე ხანძრე იყავით, ისე მომწოხარ. ვერ გავიგეთ ცოტა. არა, ცუდათვაა. ამათ ხედავთ რა ვიცი აბა. ძალიან ცუდათვაა. კიდე კაი მომისწარით ექიმო, თორე რა ვიცი აბა. კარგი, თითქოს რა მაინტერესებს? მაწვანი, ბულკი და ვიაგრა რატომ გიდეთ ერთად? რა ხდება? ვიაგრა უდეს და რატომ? აი, რატო იცით რომ დავლე ვიაგრას? უფრო ჯანზე მოვდივარ და მე კარგად ვჭამ. ბულკსაც კარგად ვჭამ და არაჯანსაც კარგად ვჭამ და ხასიათზე მოვდივარ უფრო, აბა. შეიძლება, ბატონო. არა, რა თქმა უნდა. ანუ ჯერ ბულკი ვჭამო და მე დავაყოლო თუ მნიშვნელობა არ აქვს მაგას. თუ როგორ ხო არამერია რამე. აგერიათ. დიახ, გისმენთ. ჩაწერეთ მაგ გენო. ესე გენო. ბოდიში რა მაინტერესებს თქვენთან? ესა თქვენი სახელი? ანა. თქვენ გათხოვილი ხართ ანა? არა. არა? არც მე არ ყავს სოლი. სხვათა შორის. და მე რა? მე ვიფიქროთ რამე. აი მე რა ეს ახლა ცუდად არის. კარგით ბატონო, ახლა თუ არ დაუკვდებით და დამშვიდებით, ნემს გაგიკეთებ და სამით ვერ ადგებით საწოლიდან. სამით ვერ ადგებით ძალიან კარგი მოხდება. ქალბატონო ანა, თქვენ თუ მომიწვევით გვერდში, თუ გინდა 4 თუ არ ავდგეთ. ესა დიახ რა გნებავთ? მიმკურნალეთ ქალბატონო. დიახ, ეხლა მოგხედავთ არ ინერვიულოთ. დიახ, აბა. გახსენეთ ერთი მადრედი. კარგი, გაიხადეთ. რა ბატონო? გაიხადეთ. რამძანე? აი მე ასე უცებ კაცო. კარგი, მოდი შეტრიალდით და გაიხადეთ ჩარვალი და მეც მოვალ ეხლა. სულ გიდადეთ. ეგთანს რა ფანტაზია ქონია. ხომარ ეს ამათმა მოდი გიყურონ. ჩვენ არა, მოდი თქვენ გატრიალდით და მე ნემს გავუკეთებ. არა, ბაბა, ნემსი არ მინდა, არა. ნემსი ვერ ვიდა. არა, ბავშვი და ვერ ვიდა. გაცი. არ შემიძლია, არა, ნემსი არ შემიძლია, მე შედია. არა, მე ნემსი არ შემიძლია, ქალბატონო, მე ნემსი არ შემიძლია. აი, ნობა ხო შეგიძლია. კარგი, თქვენი ასაკი მითხარით რა და გავახორმებ ბარემ. 65. და რა გაწუხებთ ზუსტად მითხარით? ქალი მინდა. დიდი ხანია, მაგრამ ბუნდოვნად ამდილით დამეტანი მინდა. ამდილიდან დილით რო გავიღვიძე რაღაცა ვერ ვიყავ ისე. და რა ვიცი. გასაგებია, უბრალოდ მე ვერ დაგეხმარებით, წამალს გამოგიწერთ, რომ ცოტა დამშვიდით. წამალს გამოგიწერთ. არა, მე არ მინდა თქვენი წამალი, მე აგებ ჩემი წამალი მაქვს ამას. არა, ერთი წამით. ეს რადალია. ვიაგრა და ვაიმე, ხარა. გავიქეცით. მალე წადი ჯობია.
ერთი წუთი გამოდით ერთი წუთი. გენომასწავლებელი. დავდევ ცუდად არის? მოიცა წერათ თუ რა ვაიმე, დედა მომწერა, გენომასწავლებელი, რომ მალხაზი მასწავლებელო მჭირდებითო. და მოსწრეული ხო არ გამოგიგზავნა? კი, რაღაცა ემოჯები გამომიგზავნა, ვაიმე, რა. ვაიმე რა. ხაზი გამოიძახა. რაც ვერ დავდოვე, მაგის გადავე. ვაიმე, რაც ადამიანს მჭირდება, კაცო. ვაიმე, გენომასწავლებელო, რა ხდება? გაკვეთილი ეგრევე მივატოვე და წამოვედით. რამეში შემეძლია თქვენი დახმარება? ხომ კარგად ხართ? მალხაზი მასწავლებელო. დიახ. თხონა მაგ შენთან. იქ საძინებელში გადი და ლარნაკში კაპტოპრილი. ახლავე, კაცო, კაპტოპრილს დაგზარდები? აქ კაპტოპრილთან ერთად ბიუსფალტერი არის, გენომასწავლებელო. შეიცვი და შემოდი. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. მოდი თქვენი ჭირიმე, მოდით, აქეთ. მერნები აქეთ კახუთელი. კაფეშაობი, აქეთ აჯექით, კი ბატონო, ასე. მიდი დავწანდით და მე მოდი, უცებქენით, ყველა ვიცით ხალხო. ყველა ვიცით ხალხო. კარგი. რა დღეა, ისთვის ვართ აქ შეკრებილები? ყველა ვიცით. ადამიანი, რომელიც უსაზღროდ უყვარდა მთელ სოფელს. ქალი, რომელიც იყო სითბო, სიყვარული და პატივისცემა. ასეთი ხალხი არ უნდა მიდიოდეს იმ ქვეყნად. კაი ჩალაღაჯი არის ახლა შეკვეთილი. ხაშლამა იხარშება და მწვათი იწვება. ყველაფერი იქნება ხუთიანზე, რა ვარც ეკადრებოდა იმ ადამიანს. არა, გაიხარე. შენი იმედი მაქვს. აგერ ვარ. დამიძახე, მოდი ვარ პედაგოგი. ჩალაღაჯიო, ხაშლამა იხარშება და აქაც ხორცის მეტი არაფერი არ არის. ქელეხი არის თუ ქორწილი, რატომ ამდენი ხორცი? ქელეხი. გაიღო, რა მოხდა? რა გინდა? რატო დაიწყე? ვედი ჯერ მაგინასთან გადავზარდა და უკვე დაიწყო წუწუნი ამა თავისებურად, რო ხერზე. არაფერი, თუ გაიგონებდი ჯერ ერთი არ მეგონა, მაგრამ უბრალოდ ხაზი გაუსვი, რომ ამდენი რა საჭირო არის ქელეხში ხორცი ვერ გამიგია უბრალოდ. დაბა რა უნდა იყოს, რას ქვია, რა საჭირო არის, ბიჭო, რა გინდა? ბიჭო, რა ვიცი, ერთი ადამიანი მოკვდა აცხონოს ღმერთმა და რატო გაწყვიტეთ მთელი რეგიონის ცხოველები? კარგი. არა. მიდი ჩამოაცხი. კაი, დავა, მიდი გადაიღეთ, ეხლა რაღაცა შეჭამეთ, აბა, დააგებული ხო? ჩამოაცხი, ბიჭო. მადლობა. გაშრა ელი. აჭი გვერდს არ დაასხა. აბა, დახტები. შენ ეს ქელეხი რამდენ კაცი გაქაშლილი? ბიჭო, 250-300. 250 ხო და ბონდოვიჩმა გამომატანა კაი ციცკაცოლი კაური. მანქანაში მაქვს 220 არით. მიდი ეხლა და გაუშვათ უფრას. გაიხარე, დავით ის კაი ადგილასაა, იყოს მანქანაში. იყოს ხო, მაგრამ დაჯი. ბიჭო, ჩამოვიტანეთ რა უნდა მანქანაში კაცო, ანგელოზი ვიტყვინო ვარ და გაუშვი ქელეხში. ბიჭო, იმ ღვინოს ბავშვებს უდაუსხავ და კეთს მიცემ, ხაჭო ირბინო და ითამაშონ, დამანებე თავი დაჯექი მეთქი, მაგერები ღვინო რა. ამას უყური ახლა რანაირად ველაბარაკება, ამას უყური. პატივისცემა მინდოდა ბიჭო. პატივისცემა თუ გინდოდა დაგეტოვებია სახში. შეხები ახლა? კარგი. 100 ამონი ახლა ასეთი ადამიანი მე ვიყო 100 ამონი. გოგო რაღაც სიამონება თუ გინდა მიდი მანქანასთან დააქცია იქვე. კარგი კაცო, მართლა ეხლა. ვაიმე დედა. სირცხვილია ბიჭო, რა იყო, აჩიგო? უი, მე სირცხვილი არის, რაც მანქანაში გიდებს ის. დალია და გასიჯებს, რაც არის. ახლა პასუხია. კაი დაანებე. აბა, ჭირის სუფრაზე არ ვიყო. რა კარგია. გადაიღეთ ხალხო ეხლა. გამონა რაღაცა ხო არ შეგვეშალა გოგო კი ქელეხი შეგვეშალა, ხორცილის ზღში ხო არ ვართ იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხორცი არის რაღაცა ასეთი არ არის ჩვენსკენ ასეთი სიტუაცია ნუ ამათმა ეთყობა ასე. ამბობ ხელეხი სუფრა, ხო რა იყო, რა გაგიკვირდა ერთი გამაგები რა არის? ბიჭო რა გაჩი რა საჭირო არის ამდენი ხორცი ვერ ხვდები რა უყვარდა ცხონებულს და მაგ არ უნდა იყოს. ბიჭო თუ უყვარდა ჩააყვალეთ მე რატო ჭამთ იმიტომ ჭამ რომ მიუვა და მაგიტომ ჭამ. ბიჭო, ამდენი ხორცი რომ მივიდეს და ამდენი ძროხა იმ ცხონებულს ერთი ფერმა ის არის საკლავი დაყრული და მკვდარი კი არა იქნება ინდმეწარმე შეგაწე კარს გეუბნები ვისახა მოიცდები რასაც აბა იმერლება რა ის ბიჭო ქელეხი ანუ ქელეხში ის პრასი ჯონჯოლი ბადრიჯანი ის ფხალი კაცი მოკვდა თუ ძროხა ვერ გაიგებ რა არის ბალახი გიყრია მაგრამ აბა ხო არაფერი აკლია ჩვენს უფრას ხო არაფერი აკლია გადავხედოთ ოხ რა ადამიანი წავიდა იმ ქვეყანაში. ქალი, რომელიც სტუმრად მიხვიდოდი, პატივს გცემდა, მოვიდოდა, თან გადაყვებოდა, მოხვიდოდი, დაგიკლავდა, არ ყავდა, იყიდი და დაგიკლავდა. არ ქონდა პრობლემა. აი ესეთი ადამიანები იმ ქვეყნად არ უნდა მიდიოდნენ.
მომისმინე ესენი არიან შენი იმერელი სტუმრები? ჩემი ძახლები არიან, ხო ესენი. პრასი ხო არ გინათ, პრასი ეთქვენი, კარგი სტრაკი მოგგვენი. არაფერი კაცო, ასეთი მოფერების ფორმაა ჩვენთან. ხომოფერების ფორმა შემაგინა აშკარად ადამიანი. აკუ შეგაგინა, ესე იგი კომპლიმენტი გითხრა. ჩვენთან ეგრეა კაცო, ამას აი არა ყვეთ ხვეწები ხა ძალიან არა ჩემო დავითი სულ ცოტაც მოიწმინე, სულ ცოტაც და ხაშლამას გაგასიჯებ, თითებს ჩაიკვნიტავ. ო რა ვიცი. ჩემი თუ არ ჯერა სამთითა გოგიას კითხე ეგეთ. და ნახავს ხაშლამა. ჯერა ეს ვერ შეჭავ. მაგრამ სანამ ხაშლამა მოვა, ბიჭო, რაღაცა პატარა რო გამოვიკეთოთ ის პირ რაღაცა მიგზიანი ბადრიჯანი რამე არ არის ისეთი მანამდე რომ კი, კაცო, როგორ არ არის, რას ლაპარაკობ? აქედან რო გახვალთ, თბილისიდან ხო მოხვედით. დაადგებით მაგ გზასა. 350 კილომეტრი ივლით ჩახვალთ ზესტაფონში და იქ იქნება მყარი და არა იქ რო კი ვიცით, მაგრამ ჩვენ ვიყიდეთ აქ ხო არ გაქვთ თქო შემთხვევით. გენაცვალე, აქა ეგეთი საჭმელები კანონით არის აკრძალული. კელეხში ნუ მაცილებ მოგაჩენ. ერთი წუთი, კარგით, აბა ეხლა სანამ ბალახ შეჭამთ, ეს გასინჯეთ როგორია, ეს გასინჯეთ. ეს რა არის? ბოზბაშია. არიო? ბოზბაში. საჭმელებიც როგორი რაღაცა უზრდელური აქვთ, ხო? იცი რა მაინტერესებს, კახეთში სულ ესეთი თელეხები გაქვთ? აბა რასამობ, ხალო, კახეთში ისეთი სუფრები კეთდება, მარტო ოჯახის წევრებსაც წყინთ რო კვდება. საიმე რასი. აბა როგორ მიდის საქმე სუფრაზე თქვენ შემოგევლეთ? აბა ყველაფერი კარგად. ხო, ყველაფერი კარგად არის. რამე, ჭამე. პატივი მივაგოთ იმ ადამიანის სულს, ქალი რომელიც იყო უნიკალური, კოლორიტი ადამიანი. ეს თევზი გასინჯე, კაი თევზი, კაი მოხარშული, მე მოხარში პირადად. გამისინჯე მე თევზი. სხვათა შორის შენ ძალიან კარგად გახასიათებდა ჩვენი ადამიანი, უსაყვარლესი თბილი ქალი, რომელიც შენზე ამბობდა უმაგრესი კაცი გავიცანი, უმაგრესი კაცი, ძალიან საყვარელი ადამიანი. მართლა არ შემიძლია არ დაგეთახოთ ეგეთი თბილი ადამიანი, ეგეთი ერთ ხაშლამა მოდის. გადაიღეთ, მიდი მე გავედი იქ თავად. აბა, ხაშლამა შემოგდაიგე. რას მიკეთებთ ბიჭომაეთ? არა, რა იყო არ მინდა. კაი, მომეწევა. რა კაი, ბიჭო, მეორე ჩემომთავაზე, ბიჭო, რა კაი. მეორე შემოგთავაზო, არა წითელ ხალიჩას გაგიფენ და სერენადას გიმღერებ კიდე. რა უნდა შემოგთავაზო, მეორე ხორცი ბიჭო, სულელი არის. ამას უყურე, ბიჭო, შეა, ბიჭო, ხაშლამა მინდოდა და კაი, გითხარი უბრალოდ, რაღაცა მეორე დადეგე. დავითი ეს პური მიაყოლე. დადე, თებსზე იყოს უბრალოდ ეს მიიტვი, ეს შემიჭირი მიაგერე ეს ხوار გინდა ცოტა შემაწუხე, ბიჭო, რა იყო? აბა, დამიყე. კარგი, ბიჭო. მაგდენ უკვე შემოგაქცე მე რაღაც ჭამო მე. არა, ნუ ეს უბრალოდ რაღაცა ზრდილობა არის და ეტიკეტია, რომ ადამიანს შეთავაზო. ზრდილობა კი არა, გენაცვალე, ეგა საჭმლის გასაღება. იქ იმდენი ბალახი უწყუიათ ხოლმე, ბიჭო. ეს ბალახი ჭამე, მიდი აბა ის ბალახი გადაიღე. ხორცა რა თუნდა, ხალხო დაძალება, ხორცი უნდა ჭამო. და ისა დანა არდევს, ხო? დედა მოვა, დანა რა თმინდა, ხალხო. რატო არდევს დანა? ეგ მან ტყარჭლამა, ამოუღე ძვალი და გაიჭერი. დანაც ეგაა თებში და ჩანგალიცა. ნასწავლო რა. კაი, რაღაცა შეჭამე, რა ვიცი. მინდა რა კარგია. აბა, რა შვი, აბა როგორ ახარ? ბიჭო. რა შვიდა, აბა ეგრე, აბა ვიტანჯებით ამ ცხოვრებაში. ხან კარგად, ხან ცუდად. ო, აბა. ასაკეთებ. ერთი წუთი, აჩი. კი. ბოდიში, ასაკ. აბა. ვის ელაპარაკები? ველაპარაკები, რა. ხო და ვის ელაპარაკები? ხაშლამა. შუას კი ხაშლამას ელაპარაკები. ბიჭო, თვითონ შემოვიდა კონტაქტში, ხო უყურებ ისეთი ხაშლამა, გამცა პასუხი ველაპარაკები, მეს რა პრობლემა არის? რა არის, ვერ გავიგე. არაფერი. მოდი შენ ამას ელაპარაკე. მიდი. აბა რა. აში, როგორ ხარ? რა ვიცი, ზაი ომაგარი დამღლელი. რა ხალები აინც ხოიცი რა გუდა. რა შენ ბალახს ელაპარაკები, ბიჭო? შენ ხორცს ელაპარაკები და მე ბალახს რო დაველაპარაკო, რა უჭირს? ჯერ ერთ-ერთი ჯონჯოლი ბალახი არ არის თქო, მე რამდენად უნდა გიქო შენ? აბა რა არის, ბიჭო, ბალახს ელაპარაკები, აბა რა შები? გიჟია ეს ვინ არის?
ეს ბიჭო ხორცი კი არა, პიროვნება არის ბიჭო, ეს არის იუნესკოს მიერ პირადი ნომერი აქვს მინიჭებული ამას ბიჭო. ვერ უკვე გელაპარაკება, გესაუბრება ბიჭო, უხშენი. ერთი გამასინჯი შენი პირადი ნომერი ერთი. მომიტანე ხაშლამა. რა არის იგი უნდა ნახო გოგო რა. აბაგასიგე. მაჩვენ ერთი როიერევიანა. არჩევა კი ცოტნიო, ვიდი? კაია. აბა. გემრიელია? მარ არის ბიჭო. ჯერ სადახა. ისეთ ღვინო დაგალებინო, ცოტა ხაში დედა მოუაგაძახებინო. არა, მაგარი. ღვინო მართლა კარგი გაქვთ, რაც მართალია, მაგრამ წყალი მინდა რომ დავლიო რა, აი ჩვეულებრივი წყალი რომ მოვატანინოთ თუ შეიძლება. ჩვეულებრივი წყალი რა საიქვია, აბა გამარკვიე. ანუ ჩვეულებრივი. ანუ წყალი ჩვეულებრივი. როგორი არის ქალო ჩვეულებრივი? რა ვიცი, ყველაფერში ხორცია და ხორციანი რო არ იყოს რა. ხორცის გარეშე წყალი თუ გაქვს, რო დავლიო. მოკლედ რა, იმერლებ ბიჭო, იუმორი და ფხალი აქვთ მაგარი. ეთიცით რა. მართლა მაგარია. რა არის მართლა მაგარი რა. კაი, არ დაიწყოთ ახლა. რა არ დაიწყო გოგო, იუმორი. რაღაცას მეგონა მიხოდა მაროს ანეკდოტების გარდა არაფერი არ გაქვს რა, რაც ქვია. ვის ეულები, მაგრამ ჭიჭიკია და ბიჭიკას მეტი არ ისით არაფერი იმელება ანეკდოტი. ვის ეულები? ვინ არ ვიცით, ვინ არ ვიცით? ვინდა თქვენ? შეხ ვარ და გავიწყე ქუთაისის პირველ გიმნაზიაში რა ხალხის ჩული არ დამიწყებია ვიცი ზეპირად ვიცი გამანები თავი და ისეთ ვიცი რომ იუმორის აკვანი პირველად იმერეთში დაიწყა ხა ეგ მართლა ეგრე იყო კი ხო თუ არ იცის აირად მოგიდგეს ადამიანს და მოგილბურს გული ხო შეგძლებია ვაიმე ეს თამაია კაცო ყველა სადღეგრძელოზე მამას რატო ელაპარაკება მამას? ხო, მამას ახსენებს რა მიმართავს. საიდან მოიტანე, აბა? აი წეღან რო ამბობდა სადღეგრძელოს, დედმამიშვილებს გაუმარჯოს, მარ უნდა გაუმარჯოსო და ეს ანუ მამას მიმართავს. არა, კაცო. მარო არა თქვას, მარა უნდა თქვას. ეგრე არ არის? მარო. გოგო. მაგას ამბობს სიტყვის მასალად, მამას არ მიმართავს ეგა, გაიგე? ვაიმე, სიტყვის მასალას რა უმარიფათო ქონებიათ? ეტუთი რა, ბოლოში რა თქვი? ქონებიათ. ეგა რას ნიშნავს, ბიჭო? ქონებიათ? ხო, ქონებიათ, ანუ იგივე ფორმა, რაც ნაყვარება, ნამტირალა. ანუ იცი როგორ არის მესამე პირის მეორე თურმეობითი ზმნის ფორმა. ანუ როგორ აგიხსნათ არ ვიცი კახურად როგორ აგიხსნათ. რა გოგო რას ლაპარაკობთ? მე მგონი დედმამიშვილების სადღეგრძელოზე მკითხა რაღაცა. აჰა. აბა რა ხდება სუფრაზე როგორ მიდის საქმე? ვენაცვალე. ოხ დედა რა ქალი წავიდა იმ ქვეყანაში დღემდე არ მჯერა ასეთი პატივსაცემი ხალი ბავშვებსაც როგული დაწყდათ უფროსებსაც შუახნის ხალხსაც როგული დაწყდათ როგორი ხაშლამა იყო ჩადნაპირში დედა მაგარია უნდა გასიჭრო აბა რა უნდა ძალიან გემრიელია მართლა ოხ შენ გენაცვალე ვაი ეს ვინ იყო ეს შილა იყო ქალბატონო ძალიან ცხელი და ჩაირბინა აციებს ბიჭი ის ანუ შილა ხო შაუ შილა ძალიან მიყვარს ანუ შემოვა ხო ხო შილა შემოვა მე თამადა იწვის ბოლოს ადგილზელოს და აუცვით აქედან დედა მოუვა დავაი ხო ეგრე იქნება რა მე გავედიქი თვალ ერთი ზუსტი რა დამოკიდებულება არის რას ქვია აუცვით აქედან რა რა და შილა ფლავის შემდეგ აქ სუფრა მთავრდება და თავი კაცმა კორექტულად გითხრათ რომ როგორ რჩება შილა წაბდანი მან როგორ გინდა აბა ანუ აუცვით აქედან კორექტულად გითხრა კი ეგაა კორექტული მიმართვა თორე თუ ვერ გაიგეთ ეხა მე ეს ანუ რო გითხრათ ეხა თუ მაგას თუ ვერ გაიგეთ მე შემოვა არაკორექტულად და აბა ეხა დავაი დროზე აქედან დაახვეთ სანამ გამლელი გამომლელი ვარ ეს ხედავ ხო მა აი გაბა ჩვენთან ეგრე იციან რავი მაგას აუცვით ჯობია მაშინ იყოს აუცვით მაშინ შილა თუ მოვა და თავდება სუფრა ხო რამე ხო არ გინდა ყემალი იქნება მან სადღაც ჯო ყემალი რომ მომაწოდო თუ ყემალი რა თქმა ბიჭო მიყვარს მოხარშული ხორცთან ყემალი მოხარშული ხორცი სადნა მოხარშული ხორცი ხაშლამა მოხარშული ხორცი არის აი ხო არის ხა ღირს ის მართლა სადმე ტყემალი ვნახო და ჩავახჩო ესა იმ ტყემალში ბიჭო რა თუნდა ბიჭო ტყემალი ხაშლამას ან
რა თქვი რა არისო ხაშლამაო? კაი, აღარ მოხარშული ხორციო ხაშლამაძე ამ. შე მერანძენე თუ დაი. რა არის ბიჭო მოხარშული ხორ. გამოდი გაიყვანე დაბალეს კარი გაიყვანე. ამას ვიქცე. რა თქვი არა გამოდი ბიჭო მოხარშული ხორ კი არა. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45. აი ხა ძმაო ეს ხელი შურიანი მეზობლები და შენ თუ არ მოგიტრიალებ მაგასაც გაჩვენე მოდი აქ წავიდა აუ გავიარე აბა რა სიზავ ბაზარი გავიდა გავიარე დავაი აი მოვიტანე რა ani როარ დაიწყო მე გიმნაზიო ჩაბარე ნელა დაიქცევა შეო ჩაბარე აუ პროფესიონალი ახსა მიტო რა დაიწყო დავაი დაასკიდა მე ლუსდავლო და თქვენი თამაშეთ რა ვაფშე აღარ ვიდა იმენა 6 ხელი მოუგე შენძო რა დაოგე მოგაგებინე ვის მოაგებია მომიგე ისე ის ამბავი გაიგე აუ ვაფშე არ ამბავი კი არა მოიც ერთწამით მოგდას გამიცემ ჩვენ სადარბაზოში რემონტს ვინაკეთებს პროსტა გამაგებია ვინაკეთებს ვინ გააკეთებს ეხა ფული ვისა ახალი მეზობელი გადმოვიდები აბრაამ და აგვანგრია მთელი კორპუსი თავზე აგვანგრია კი არა შეძლობას ფიცავარ იმენა გაბურღა ძმაო გული სული თავი დილი და ბურღავ შეძლობას ფიცავარ დავიტანჯე იმენა რა ბიჭო სად იყავი შენ გუშინ აუ ბიჭო გუშინ სახში ვიყავი რა ვერ ვიყავი ხონზე გუშინ წინდელის გამო რა რა ხდებოდა გუშინ რა ხდებოდა შეძლობას ფიცავ უბანში ვარ ბიჭები რა ბიჭო ვიღაც ტიპი დაგვადგა რა ხერო ბიჭებო აქ უბანში რო ხართო და რაღაცა რო დუჟენიო ვუბანშიო იმენაო მინდა რომ პატივი გცეთო და მანქანის გარეთ გააყო შეიძლება სამი დიდი პარკი იმენა სუფრა დაყარა ასატრინები ვისკები შეძლობას ფიცავარ რავი მხიზი რა გინდა იმენა ყველაფერი შეძლობას ფიცავარ და კაროჩ ხო ხდები იმენა მეთქი ეს უნდა გქონდეთ ფული ბიჭი იმენა ნერვები დამაწყდა შეძლობას ფიცავარ არაფერი მაგრად ვიქეიფეთ მაგრად ვიწამეთ იმენა და ბოლოს გაუჭედე იმ ტიპ შეძლობას ფიცავარ თავის მოტანილი ვისკის ბოთლები ურტყი თავში იმენა რა ვიქერი იმენა Publicidade, magairoja. Adi bazarki bicho ეხა აღარ აქვს ჯაჭი არუჩი მაგარი რაღაცას ვაპირებ რა ფორდი რო არის ხო იცი დატენოვადი რო არის ჰიბრიდები ხო იცი ჰიბრიდი მაგის დათრევა მინდა რა მაგის დათრევა მინდა რა ბიჭო ეგ მაგარი ეკონომი იმენა ტევადია ხო შეიძლება საბარგული აქვს მაგარი ტევადი კაცო საბარგული აქვს საკაიფოდ არის და აი იმინა რა გაგვისწორდება რა სასწავს საკაიფოდ დავიტევით ტევადობის მხრივ თუ გინდა მე ვაფშე ბოშის ფირმას გირჩევ ასკა ტევადიც არის ძმაო მშრალი ყინვის განყოფილება ცალკე აქვს მსვერმის ყინვის ცალკე აქვს და ვაფშე ისეთ ლამაზისენია კარზე ყველაფერი ძალიან ტევადია რა რაზე ბაზრობს ნუვას გამით მოიცა მაცივარზე არა მოვიდეთ ხა რა მაცივარი გეგე მანქანაზე ვლაპარაკო რა მაცივარი ბიჭო მანქანაზე ვლაპარაკო მაისა ეს იმინა ოჯახის კაცი არა ბიჭო მეც მანქანის მაცივარზე გეუბნები ჩენძობას პიცავარ მანქანის მაცივარს პულის მანქანის მაცივარზე მანქანის მაცივარს გეუბნები რა ხო მაგაზე არ ბაზრობდი კი თვა ო მიდი ითამაშე შეშემო რაღაცა ძალიან ჭიკჭიკებს ეს იმენა მე ოჯახები შეხო არა შენ მე ოჯახები აბა რა შუაში ბიჭო ვერ დიწამი შეხედე ვასკა ბიჭო ჩვენი ბიოლოგიის მასწავლებელი არ არის მანანა ჩე უარღათაო აუ ეგრანა ხალია პროსტო მერებს მიშკარჩე მაგან ქართულმა მათემატიკამ და ფიზიკამ გამიფუჭა ძმაო ნიშანი თორე ძმაო ფიზკულტურაში ხატვაში მე ფრიადოსანებო ვაფშე ოქროს მედალზე ფრიადოსანოვი ვიცი ხოარი ხალია ჩემ არ მე ვაცებაჭე გამარჯობა ბიჭო ლალიბას როგორ ახარ თქვენი ჭირი ამას ეხა წაგაღებია არ გაწვალე როგორ არა მანარამასო ამას ისე როგორ ახარ მანარამას ხო კარგად აუ ისე მოგვენატრე ხო და გაგვიხარდა აგატანია გამი ისე ავიდე შეგენაცვალე მანარამასო მაგრად მე ვასები ხო იცი სკოლიდან მაგრად მიყვარს ვასკას რა გულია პროსტა შეხედე რა იმენა ვის არ მოიგებს და მოგცემს ვის არ ბიჭო გული ვასუზემო რა გულიაკო ეხა ნახე შენძბობას მისვარ დაბრუნდება და იმას დაიწყებს ამას უნდა ხონდეს ამდენი ყიდვის საშუალება და მე ესე უნდა ვიყო აი იმენა შენძბობას მისვარ ხო ვიცი დაიწყებს ეგრევე გულია რა ისა ღრიტინებს მოდი ვასკა რა ქერი ძმა მიატანინე მე ჩემი ბედის დედავად მე უნდა მქონდეს ბიჭო ესეთი ბედი და ამათ არა ძმაო ფული ეგრე გასავსია შეხედე ყველაფერი თო და მე უნდა მივატანიო ყველაფერი სავსია შეხედე არაფერი რა ვიჭორავე შეძობას მისავალ არაფერი გულიაკო ვასკასო მაგას შენ გენაცვალე პროსტა მიგებ იმენა რა ეს გაიგეთ ისა
ჩვენ მეზობელს ის ტესლა რო გაუტეხეს ის ახალი ტესლა თემურ რა ბიჭო ო გუში ღამე გაუტეხეს დილით გატეხილი დახვდა შენ ძმობას მისავალ კაი ნო აბა რა ეგონა ეს ტესლათი რომ მოვიდა უბანში და დაიწყო მარიაჟობა რა ეგონა აბა ეჯება ვერ გავიგე ნო ხანს პულის ფული არა გვაქვს და ვაბირჟავე ნო ყველაფერი სიგარეტის ფული არა მაგიღა და დავია და ტესლათი მოვიდა ბიჭი აბა რა ეგონა ვერ გავიგე მე აგერ ძმაო დარტყმული პრიუსი დავდივარ და ეს დამყავს კიდე თო ვი ისე რა პროსტა რა იმას პროსტა თქვი რა არა პროსტა მე რას ვერ ვიაზრებ იცი როდის გაუტეხეს მაგას ეგ მანქანა პროსტა ვერ ვიაზრებ წუხელი ძმაო ღამის 4 საათამდე მეღვიძა имас სარეცხი როდის გაშრებოდა მაგას ვერ ვდებოდი რა შემოდი რა შემოდი რა სარეცხი რა თქვი ეხლა დობას გაფიცებ დობას გაფიცებ რა შევდებოდი ისა რა ქვია ბიჭო მანქანა რო გავრეცხე მე წუხელი რო გავრეცხე მანქანა თან ისეთი ბედი მაქვს შანსი არ არის რო არ გაწვიმდეს და პროსტა აივანზე ველოდებოდი აი თუ გაწვიმდეს აბა რა ხეთო და მაგას ველოდებოდი რა მანქანას აჰა მანქანა რა თქვი ბიჭო რაო რა ისაო რა სარეცხი თუ რა მანქანა რო გარე მანქანა თქო და შენ ვაფშე ძალიან ოჯახის ბიჭი ხوار გახდი და სული ხوار გადახდი მიდი პული არ მედი ფერი შეხედე შენ ძმობას მიცავარ ის მოდის მანქანა რო გაუტეხეს ის მოდის თემურ არა თემურ ჩემი ძმა შეგენაცვალე რა ძმა მაგარი რა სახე ჩამოგჭირ რა არის ბიჭო ო რავი აი ტესლა გამიტეხეს რა კაი ბიჭო ის ახალი ტესლა ტესლა წარმოიდგინე იმ პროცესს რა ჩათალახი კაცი უნდა იყო რა მანქანა გაუდეხო ძმაო ვაფშე შენ გვერდში ვარ ძმაო და შენი ძმა ვარ იწოდე ძმაო რომ შენ გვერდში ვიქნები ყოველთვის ძმაო რა ბიჭო ჩემი ძმა ხარ ძმაო ბიჭო და რა წაიღეს მობას გავიცი ამეთ რა უნდა წაიღო ეხლა ჩემ რა დიდი ლეპტოპი წაიღო ერთი ეგ არის ბარდაჩოკიდან ჰაი მაქსიმუმ 150 200 ლარი ყოფილიყო და 5 ცალი 2 ლარიანი რკინის საფერფლეში სხვა რა უნდა წაიღო ჩემ რა ფერი ეგეთი მოიცა ზუსტად ეგენი წაიღეს და შენ რა იცი რომ ეგენია წაღებული ზუსტად ეგენი მიაქვს ხოლმე ძირითადად რა უბანში რამდენი მანქანა გატეხილა სულ ეგ იკარგება შენ ძმობას მიცავარ შენ ძმობას მიცავარ იცოდე რომ ჩემ გვერდში ვარ ყველაფერი გვერდში დაგიდგები გასაგებია გაიხარ ძმაო იმე გავიკითხავ ძმაო უბანში და გავარკვევ ძმაო რა მაგ ვაფშე რა კამანდა იქნება მაგათ ბიჭო ვინც ეგ გააკეთა პროსტა აი მაგათ რომ დავიჭერ ნეკნებში დავამტრევს უყველას ბიჭო გასაგებია შენ რამდენიც არ უნდა იყოს გაიხარ ბიჭო მე სიგარეტზე გავდივარ ხო არაფერი გინდათ მაღაზიაში არ მოგერიდოთ ეხა მე რა მაგაში სამი ბაჭკა წამოგვიღე რა სამი ბაჭკა ო რა დავყაროთ რა ისე მსხვილები როა ხო იცი ოკეი არა პრობლემა და ლუდი რა ბრატ ლუდი აუ ეს ვინ არის ვაფშე რა ტიპია მაუ მაგარი იმენა ძმაო წუწურაკიც არ ქვია რავი ეხა თუ მართლა მარტო სამი ბაჭკა არ მოვიტან რა არ მოსაგერ ნახეს ამასთან ვაფშე ვინ ძმაკაცო ვინც ამასთან ძმაკაცო ძმაო რავი იმა დედაშე გაჭერო დავიცო აი აჩები ვინ ძმაკაცო ამასთან აგერ ბიჭებო ერთი ბლოკი სიგარეტი მოვიტანე მიწის თხილი და რაღაცეებია კიდე აქ მიაყოლეთ რა ეგერ გოცმაო ძმახარ იმინა ძმახარ ძმაო გენაცვალე ძმაო გენაცვალე რა ჩვენ ყველა შენი ძმები ვარ ძმაო აქ არ გეგონოს რომ რაღაცა ისე იყო და რაღაცა რა ჩვენ ძმაო აი ყველა აქ კამანდა აი ჩათვალე რომ შენი ძმები ვარ და შენთან ძმაკაცო ძმაო რა გაიხარე ძმაო ისა ვასკა კაროჩე პაბალშტომო ანუ ბიჭო შენ უფრო ძმაკაცობ რა შენ უფრო ძმაკაცო ჩვენ პროსტა ვახლობლობ ამას და შენ იმენა ძმა იმენა ძმაკაცო შენ ძმას მოგიარდა ჩვენ ხო ხტები ახლობლების პონჩი რა გაიხარეთ ბიჭო გაიხარ შენ აქ დაჯე ძმა დაჯე თუ ჩამოგისხოს არ მოგივიდო შემოგევლეთ ბიჭებო გაიხარეთ არ არის ეს შენ რა უნდა გითხო ბიჭო თემ პატრულში დარეგე ბიჭო პატრულში დავრეკე რავი არ უნდა დამერეკა თუ ისა არა როგორ არ უნდა დაგერეკა შენ ვარ დაგერეკა მე დავრეკავდი ძმაო კი თუ რამე აქავარ ბრატ რა პრობლემა კი არ არის აქავარ შემოგევლეთ გავიქცევი მე რა მოკლედ გენაცვალე კი ძმა რა ის არ დავაი აქავარ არ ნერვიულო ბიჭო რა მოგდი ერთია მაგას მოტეხე ხო იმედია ყველაფერი მოგვარდება რა გაიხარეთ ეს იმენა ნასეთ კაც ყოფილა შენ ძმობას გაიგე რა თქვა ბიჭო იმენა პატრულში ხო უნდა დამერეკა დავრეკეო და რაღაცა შენ ძმობას არა ძმაო არ არის სანდუები იძახოს ეხა მაგარი მანქანა ყავს ხო გაუბოხირეს თუ არა ეგრე აბა რა ეგონა აუ ისე მართლა მაგარი მანქანა კი ყავდა ძმაო იცი რა ელემენტები ხო და იმენა შენ ძმობას მიცავარ სუდადე ვაფშე არ დებოდა დადიოდა ძმაო რა ალთავდებოდა ვაფშე გატარებდა ხო შენ ძმობას მიცავარ იმენა სუფთა ფეირია რა როგორც ფეირს დააწვეთე ბუბკაზე ერთი წვეთი ძმაო 20 თებში გამირეცხავს და კაფე კიდე რჩება
შენ რა იყო ბიჭო რა ოჯახის დედაკაცი გაქვს დიო რა ხაიჯეს არ ეცხიო მე რეისავს არის რა ქვიო მართლა რეებს ბაზრობს ზოგადად გავეცებრე ბიჭო ანუ უბრალოდ პარალელი გავავლე რა ბიჭო ამოიღე გარეცხე გავავლე და პარალელი გავავლე გაყიდე არა მეგონი უჭისეც ხო უფრო გევასება შენ მეგონი შეიძლება გაყიდე რა აიო პარალელი გავავლე ბიჭო აი ეხოწები აუ ბიჭო მართლა ისე გუშინ შენ ძმობას ვიცავარ ბიძა ჩემმა იყიდა რაღაცა სირობა ლატარიის ბილეთი შენ ძმობას ვიცავარ და მე 20000 მოიგო შენ ძმობას ვიცავარ ძმაო იმენა 20000 მოიგო რაღაც ლატარიის ბილეთში ბიჭო ბიძა შენ მათო ო ბიძა ჩემმა 20000 ლარი მოიგოტო კი ძმა ლარიანი ბილეთითო ო ლარიანი ბილეთი ჩემი ბედი ბიჭო ეგ იმინა როგორი ბიძაა შენიტო იმინა ნაღდი ბიძაა ბიჭო მამა ჩემი ძმა მამა შენი ძმა არის იმინა კაიროჟა იმინა თვითონ კაი ტიპია რა კაი ტიპი ვერ ვიტან შენ ძმობას ვიცავარ იმენა სანამ სკოლას დავამთავრებ დაბადების დღეს სულ ლარიანი ბურთი მოქონდა შენ ძმობას ვიცავარ იმენა აუ არ მე ეგეთებს აქვს ბედი მაგათი დედა მე რა აი ეგ არის რა კაი ბიჭო მე შეიძლება ბიძა ჩემი არ მევასებოდეს მაგრამ შენ არ უნდა აგინებდეს მამა ხრა პუნქტი კაი შეჩემ 4 ბიძა ყავს ერთი მეორე ხიან რა იყო მე რეჭეჭე აუ ბიჭო ისე მართლა შენ ძმობას ვიცავარ გივიზე გაიგეთ რა ერთი მაგის დედა შევია დედა დაეღუპა ბიჭო კაი თო მართლა აუ რა გაიქალი იყო სინო თუნადევია მაგრამ გამიწყვე რომ ასასვლელები ვარ შენ ძმაო უეჭველი თო აუ მაგა აუ საწყალი თო ადი ბაზარში ბიჭო ვინახარ შენ რა ბათოვო ის ნახე ვინ გაიჩითა ბიჭო ვა ლანკა გაიზრა მოიცეში აი დავარი ბიჭო მე გავაგზელებ რა როგორ ახალ ლანკა რა მეცვა რა ამე ხო არ გინდა მოგეხმარო აკატანიო რაღაცა არა აქავართ რა ბიჭები თუ რაღაცა არის ხო იცი აქავართ აუ რა მევასებოდა ეს ნახე ლანკამ როგორი ახალ BMW დაითქია გოგო იმენა ბავშვობიდან მევასება რატო არ დაითრებდა ძმობას გაბიცებ იმენა გოგო მუშაობს იმას დედავატირი ზაო მაქიერა საგურამოში სახლი აქვს ერთი ამის წინა კორპუსში ერთი ბაითი კიდე იმენა მაგას კონე იმიტომ რომ მუშაობს ძმაო და პატიოსანი გოგოა და მუშაობს და აქვს ძმაო რა რა კი შეძოვას ვიცავარ საათში $200 იმენა მაგარი საკ მაგრამ $200 ქონდა რამდენი წლის ეხა ერთი 500-მდე არის თავისყოლი აქვს დასული საათში ძმაო $500 უნდა 500 600 გამოვართა იმ დღეს ძმაო ერთი ახლობელი წავიდა მაგას აი შენ ძმობას ვიცავარ ამას წინა რა ბიჭო 500 კი მართალი არ არის ძმაო ეგ არ არის მართალი კაი არ არის მართალი ეგ არ არის მართალი ეგ კაი ვასკა რა იყო ხა ბავშვები შეყვარებული ვის არ გაბოდია კაი რა მოხდა კაი მე რა ზო აი არაფერი შეძოვას ვიცავ არ არის ეგ მართალი ჭორებია არ არის მართალი კაი არის ფიქრო მაგაზე აუ ეს წვიმისწვეთები წამოვიდა ბიჭო აუ ამის დედავატი რა იყო რა გაწუნდა რა იყო სარეცხი მაქვს რა სარეცხი გაქვს ბიჭო რა სარეცხი გაქვს ბიჭო რა ბოდი ბიჭო მანქანა გუში ხო გამიწვიმდა მე დღეს ხავს მოიკაზე დატოვებული მანქანა და უნდა გადაავლოს იმანდან რო არ გაწვიმდეს ეგ გარეცხილი ანუ სარეცხი გარეცხილი უნდა შევიყვანო რა გიხოცებით რა ბიჭებო და მოდი ძმობას გაბიცებ შენ გავიდა რა მოდი შე ბიჭებო გენაცვალეთ და თქვენთან ვარ რა დავაი გადი ვაი იმენა აი ბიჭო იმენა ჩმორი არის ცოლის ბიჭო რა ხელა კაცი აი იმენა შეცხავდა რაღაც ბოდიალოს მანქანა არა კვახი კიდე მაიცარი აუ ეს მირეკავს ჩემი ვინ არის ძმობას გაბიცე გიორგა ეს ბიჭო გიორგა ვერელი შეს ჩვენი ძმა რო გიორგი ვერელი გიორგა ჩვენი ძმა ბიჭო ვერელი მაგარი გიო მაგარი აუ მაგარი გულის ბიჭი შენ ძმობას ვიცავარ იმენა ძმა აი რა გინდა რო თხოვრო ამან არა ასრულო ბაზარი არა იმენა შემსრულ ისედაც ბიჭო უბანში ზო გა იმენა ტიპია რა პროსტა რა შენ ძმობას ვიცავარ გადაყვება ძმა ოღონდ შეჭი იმენა გადაყვება მოდი მე ჩავალაგებ ჩაც ალო შე ხო შე ბაჯაღლო შე ხო ვაი პატრონ შე ბიჭო მე რაღაცა შეგეშა რა შემიშა აქ ჩემთან აქებდი და ელაპარაკე და იქ გავლაჭრეთ და აი პირიქით მოიმეჩი გარეკე რა კაცი ხარ აუ ბიჭო ეს შავების ბრატი ეს დამბრიდავს ალო გიო ბიჭო სხვა მეგონე შენ ძმობას ვიცავარ სხვა მეგონე ის მეგონე რა ქვია მეორე სართულზე რო გიოა მეორე სართულზე რო გიო არის ხო ის უნდა ჩურბანა ეგ მეგონე შენ ძმობას ვიცავარ მე ეგ ბიძა შენია
მერვეზე რო არის გურამა ბიჭო უწევ გურამას ნომერი შენიც ხო ისენია წვილებია რა და ეგ აბერია გურამას ნომერი ხო გურა მამა შენია ისა ბიძა შენი პირველზე რო ბიძა შენი ბიძა ჩემი პირველზე ბიჭო ის ნაპოლ ბიძა ჩემის გარაგინა შენ რაგინა ბიძა ჩემის გარ რავი აბა მაშინ უთხარი მაგას რო უთხარი პირდაპირ ამიტომ ბიჭო ისა რა ქვია არაფერი ბიჭო რა ისეთ პონჩი რა ხო არაფერი შენძმობას ვიცავარ თუ რაღაცა ყოფილიყო ეგეთი გნახავ ძმაო არაფერი ისეთი არ ყოფილა არა შენძმობას ვიცავარ მართლა პროსტა აი მე თვითონ აგიხსნიდო მე მოვალ და აგიხსნი პროსტა ესენი წავიდეთო აბა ერთი გადაურეკო ჰოპ რა ვახარ ძმას ვეხუტუნე გენაცვალე ძმაო რავი არ ამიშავს მა ხო ბიჭო კი აქა ვარ უბანში და ეს წავიდნენ და თქვენ უბანში ხართ ხო რო ამოვიდე ხო კაი ძმა ბიჭებიც იყვნენ და დაგადგებით მაშინ ეხა კაი ძმაო კაი დავაი ამოვალ ეხავე უბანში ხარაშო კაი ძმა აუ ისე ეს სცენიც რა არიან ბიჭო რამდენჯერაც არ უნდა დაურეკო სულ უბანში ყრიან იმენ დავადგე ერთი ამ ახურებს ერთი შვებიანი სიახლე გვირილაში გაატარა მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი. უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძენზე და 5% მეგობარ ბარათზე. გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.